თაღლითური სქემის მონაწილე ვარ, სახლის მეპატრონე. მაკლერს ჩემი გაქირავებული ბინა თურმე გაუგირავებია თუ სასესხო ხელშეკრულებით გაუცია. ეს ბინა ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რითიც ვარსებობთ ოჯახი. მაკლერი არსაც ჩანს, როგორ მოვიქცე, რომ ჩემი ბინა დავიბრუნო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სავარაუდოდ ეს ბინა არის არა მხოლოდ იპოტეკით, არამედ სესხის, ასე ვთქვათ, გამოსყიდვის უფლება, ანუ გაიცა სესხი, გამოსყიდვის ხელშეკრულება დაიდო ერთწლიანი, ანუ ვითომ გაიყიდა, ასე რომ ვთქვათ, რეალურად სესხის აღება მოხდა და იურიდიულად ყიდვა-გაყიდვა დაფიქსირებული და თუ ამ სესხს 1 წლის განმავლობაში, ანუ ამ ვალს 1 წლის განმავლობაში არ დააბრუნებ, ის არის დატვირთული საჯარო რეესში და ავტომატურად გადადის ახალ მესაკუთრესთან, ვინც სესხი გასცა. ანუ გამოდის, რომ კანონმდებელმა დაამკვიდრა თვალთმაქცური ურთიერთობები, იმიტომ რომ კანონს გვერდი აუაროთ და იპოტეკას ვერ გააფორმებ, არის ეს შესაძლებლობა, რომ სესხი აიღო, ერთწლიანი გამოსყიდვის უფლებით ბინა ჩადო ისე, რომ შენაგზელებ ცხოვრებას და ამ დროს აღმოჩნდება, რომ ეს უფრო მეტი ყოფილა, ან იქ მაკლერის მოსაკრებელი სესხის დაბრუნა ასე შემდეგ და გაიზრდება უსაშუალოდ, რომელსაც ვერ ახერხებ და გადადის. მაშინ, როდესაც მესაკუთრემ და ყველა იურისტი არ არის და ყველას ეს წესები კარგად არის ცხადია, მაშინ, როდესაც მესაკუთრემ არც კი იცოდა იმის თაობაზე, რომ თურმე ბინა გაყიდა 1 წლის ვადით. თუ კი ეს ადამიანი მიმართავს სასამართლოს, მან უნდა დაუსაბუთოს სასამართლოს, რომ მას სესხის გაცემის სურვილი და მიზანი ქონდა, აღების უკაცრავ სესხის აღების მიზანი და იპოტეკით დატვირთვის მიზანი თუნდაც და არა ერთწლიანი ვადით გამოსყიდვის უფლებით, რომ მე ყოველგვარი პროცენტის თუ დარიცხვის ამის გარეშე ბინა პირდაპირ გადავიდეს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე და სამწუხაროდ არაერთი არის ეს შემთხვევა. ამიტომ ყველა, ვინც შეიძლება თქვა ჩვენ მე მომმართოს, მას ყოველს ურჩევ, რომ მოსამართლეს დაუდასტუროს ნამდვილად, რომ ეს არის რეალური სესხის ხელშეკრულება და სანოტარო ხაფანგი სწორედ ამაშია, თუ ეს ნოტარიუსთან ხდება, ამ შემთხვევაში ნოტარიუსმაც უნდა იკისროს პასუხისმგებლობა და გარიგების შინაარსში შეყვეს ამ შემთხვევაში სესხის, ანუ იმას, ვისაც ეს პული ჭირდებოდა. სამწუხაროდ აქ ესეთი პასუხი მაქვს, წმინდა იურიდიული ცოტა ხისტი და ცივი, რომ კანონი ასეთი ტიპის შემთხვევებზე ამბობს, რომ ეს არის სრულწლოვანი და ამიტომ მას არასხვავებს სხვა მცოდნე თუ არამცოდნე ადამიანისაგან, ხო? ერთადერთი რაც აქ შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორმე უნდა მოვახერხოთ, მოვიფიქროთ, ვენდოთ, გადავტეხოთ ჩვენ თავში ეს ქართული რაღაც არაცივილური დამოკიდებულება და აუცილებლად მივმართოთ ნებისმიერ შემთხვევაში იურისტს, გასაგებია რომ შეიძლება ეს რაღაც გარკვეულ დროს თანხას უკავშირდებოდეს, თუმცა სხვა რეცეპტი ნორმალური ურთიერთობებისა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს და ჯობია გაიღო ეს რისკი, გაიღო ეს, ასე ვთქვათ, ხარჯი, ვიდრე მომავალში დაგიდგეს საერთოდ ბინასთან დაკარგვის ესეთი ცუდი შემთხვევა.